სალამი მოგესალმებით, მაგძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა თუ მოსაზრება ძალიან საინტერესოა, მოულოდნელი იყო, ჩემთვის გარკვეული რაღაც მარგალიტი იყო და იმედია რომ თქვენც დამეთანხმებით, არ ვიცი, ქალბატონია, მამაკაცი სვავს ესეთ კარგ მოსაზრებას უზიარებს და დადასტურება უნდა ჯონის ესეა თუ არა და რას ფიქრობს ჯონი ამ საკითხზე. ლაპარაკია ესე ღმერთის წინასწარ განზრახულ გეგმაზე და ჩვენ თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით თუ როგორ არიან ესენი ურთიერთ ჰარმონიაში ერთმანეთთან და ძალიან კარგი ხატოვანი მაგალითი მოაქვს და შედარება მოაქვს ამ პიროვნებას და ჩემთვის რაღაცა უფრო რწმენის მომცემი იყო და კიდე ძალიან სასიამოვნო მე მიყვარს ხოლმე როცა ადამიანები ესე აზროვნებენ და სწორად მიდის მათი აზროვნება და არა რაღაცა კირკიტი რაღაცა როგორ ეთყობა რა ადამიანებს სხვადასხვა კითხვაზე რამდენად სიღრმისეულია მათი ხედვები და აღქმა რასაც ისმენენ გესმით და ეს ერთ-ერთი რთული საკითხია ამაზე ილაპარაკა ბატონმა ჯონმა არაერთხელ რომ ეს პარადოქსულია ამის შერიგება არ შეიძლება ურთიერთ გამომრიცხავი წინააღმდეგობა თითქოს და მოჩვენებითი თითქოს და გონიათ, მაგრამ როცა ადამიანი ამას მიიღებს, მე ნახე ღმერთი რა კარგა ახსნებს, აძლევს რიგით ადამიანებსაც კი. აი მოდით მოусმინოთ ამას ჩვენ. მე ესე დავსათაურე. მიცემული აქვს თუ არა სატანას ჭადრაკის ყველა ფიგურა ჩვენზე სათამაშოდ? აი ძალიან საინტერესოა ეს მოიტანა ამ პიროვნებამ ეს რაღაცა თქმა. საღამომშვიდობისა ჯონ უპირველეს ყოვლისა მე მაქვს რაღაცა მაგალითი მინდა გაგიზიაროთ ძალიან კარგი გზა იმისათვის რომ ღმერთის წინასწარ განსაზღვრულობა ადამიანის თავისუფალ ნებას როგორ ჰარმონიზდება ერთმანეთთან. ეს არის ის, რომ ძალიან სავარაუდო ან შესაძლოა, ისე არც კი უნდა თქვა, რომ უფალ სატანისათვის მიცემული კონდეს ჭადრაკის ყველა ფიგურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითეული ინდივიდი, როდესაც ჩვენ ვიბადებით, ჩვენ ყველანი სატანის ბანაკში ვართ დაბადებიდანვე. მაგრამ უფალი შემდეგ ამბობს, სატანავ, ეხლა მე გაჩვენებ ჩემ წინში ჩაწერილ სახელებს, რომლებიც მე მაქვს. და მე ვაპირებ გარკვეულ დროს, რომ მოუხმო ამ სახელებს და დაუძახო. და ჩემი სიყვარულის ძალის გამო და მხოლოდ ჩემი სიყვარულის ძალის გამო, როცა მათ სახელს მე წარმოვთქვავ, ისინი ჩემთან მოვლენ თავიანთი სიყვარულით და შენ ვერაფერს ვერ გაუკეთებ მათ შესაჩერებლად. მე მგონი ეს იძლევა ჯონ შესაძლებელს ეს ხდის ჩვენი გადარჩენისათვის. ხომ ასეა, რას ფიქრობთ? და ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, გეთანხმებით, მეც ასე ვფიქრობ, მე მესმის, კარგად მესმის, რასაც ამბობთ, ოღონდ მინდა აღვნიშნო ის ნიუანსი, რომ მე პირადად არა ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთი სატანას რაიმე ინფორმაციას აძლევს. ღმერთი მას არ აძლევს ამ ინფორმაციას. ის თვითონ ცდილობს ამის მოპოვებას. მაგრამ მე მესმის ის, რასაც თქვენ ამბობთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი შებოჭილი ვართ სატანის ძალით, როცა ვიბადებით. მაგრამ როცა ღმერთი გადაწყვეტს, რომ მოგვიწოდოს, ის მიგვიზიდავს მასთან, ამას იყო, რასაც ძველი ღვთისმეტყველები უწოდებენ დაუძლებელ მადლს. ამ მადლს სატანა ვერ დაძლევს. ანუ როცა უფალი შენ გადარჩენას დააპირებს, ის აუცილებლად გიხსნის შენ და სატანა ამას ვერაფერს ვეღარ უზავს. მოგაცრავოთ და კითხვის დამსვენებლად, დიახ, მხოლოდ მისი სიყვარულის ძალით. მართალია, ჯონ მაკარტური პასუხობს, ეს არის მისი მიზიდულობის ძალა, მისი სუვერენული სიყვარული. დიახ, ეს ასეა. გმადლობთ საინტერესო კითხვისათვის.